მოგესალმებით. ვაგრძელებთ საუბარს რუსეთის ისტორიაზე და დღეს ჩვენ შევეხებით პეტრე პირველის ეპოქას. ძალზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე და რას წარმოადგენს რუსული სახელმწიფო და რუსული სახელმწიფოს ანთროპოლოგია. და რეალურად ის სახელმწიფო, რომელთანაც დღეს ჩვენ გვაქვს შეხება, სწორედ პეტრე პირველის მიერ არის შექმნილი და ჩამოყალიბებული. 1917 წლამდე არსებული რუსეთის იმპერია, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე იმ პარამეტრებზე იყო აგებული და იმ ვექტორზე მოძრაობდა, რომელიც მას დაუსახა პეტრემ. ხოლო მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში სტალინის ფენომენი, ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, 1921-დან 91 წლამდე არსებული თქვა საბჭოთა კავშირი მართლა სხვა სახელმწიფო იყო და ამაზე სხვა დროს გვექნება საუბარი. დღევანდელი რუსეთის თუ დავაკვირდებით, ძალიან ბევრი რამით არის მემკვიდრე არა საბჭოთა კავშირის, არამედ პეტრეს იმპერიის. და ამ დროს ხდება ესეთი რამ, რომ რუსეთის მეფეს ყავდა პირველი ცოლი, ამ პირველ ცოლთან შეეძინა მრავალი შვილი, 10-ზე მეტი შვილი და 10-ვე დაავადებული. ანუ ისეთები, რომლებიც უბრალოდ ვერ იმეფებდნენ. განსაკუთრებით ბიჭები. სხვა შორის ქალიშვილები, რომლებსაც ყავდათ მერე საყვარლები და ასე შემდეგ, ერთ-ერთი მათ შორის იყო ესეთი სოფია, გოლიცინთან მას შვილი ვერ შეეძინა. და ამის შემდეგ გადაწყვეტება, რომ მან იქორწინოს ხელახლა ახალგაზრდა ნატალია ნარიშკინაზე და აი აქ არის ძალიან საინტერესო რამ. ვინ არის ის მრჩეველი, ის ადამიანი, რომელიც ალექსი მიხეილიზეს დააჯერებს, რომ საჭირო ახალი ჯანმრთელი სისხლი და ეს ადამიანი არის ვინმე არტამონ მატვეევი. ძალიან საინტერესო პიროვნება. ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ლაშქრობაშიც მონაწილე, განსაკუთრებით გამორჩეული თავისი დიპლომატიური კონტაქტებით და ეს იყო რუსეთის ისტორიაში პირველი ეგრეთ წოდებული მედასავლეთი. ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ ის რაც თქვა იმ დროინდელ ევროპაში იყო განვითარებული, უნდა დანერგილიყო რუსეთში. შემოქონდა სხვადასხვა ნივთები, რომლებსაც აცნობდა მეფეს, ხიბლავდა და მოკლედ თვითონ პეტრე პირველის მამა, სანამ გარდაიცვლებოდა, უკვე მართლაზე დაინტერესებული იყო, რომ მეტი მჭიდრო ურთიერთობა ქონოდა დასავლეთ ევროპასთან. მოკლედ ეს კაცი იყო ალექსი მიხეილიზის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში რუსეთის პოლიტიკის გადამწყვეტი. სხვა შორის ცოლად ყავდა ჰამილტონის ქალი. ჰამილტონი იყო მესამე თაობის გარუსებული შოტლანდიელი, ცნობილი შოტლანდიური წარმოშობის ჰამილტონების გვარიდან. და ეს არტამონ მატვეევის დიდა, ასევე სხვა შორის ჰამილტონების ნათესავ ნატალია ნარიშკინას თავის სახლში. ზუსტად ამ პერიოდში იმყოფებოდა, როგორც ამას ყდება ეს ცნობილი მოგონებებია, ესეთი დარეჯან ბაგრატიონი იყო და აი ამ ცნობებს იცნობდა, რა ქვია, ჩვენი ლექტორებიც ვთქვათ, როცა მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ამას გვიყვებოდნენ და ამაზე სხვა შორის ფილმებიც არსებობს და გადაღებულა, რომ მოკლედ ესეთი ხილვა ქონდა ამ არტამონ მატვეევს, რომ თუ მეფსალმუნე დავითის სისხლი არ გაერევა რომანოვების სისხლს, მაშინ ეს დინასტია ვერ იარსებებს. და ამიტომ შესთავაზა მეფეს, რომ ახალ ცოლთან, რომელზეც ის იქორწინებდა ამ ნატალია ნარიშკინასთან, ერთგვარად გარეულ ყოფილიყო ჯიში გენეტიკა გარდა რომანოვებისა, იმ დროს მოსკოვში მცხოვრები ქართველი უფლისწულის ერეკლე პირველის. იგივე შემდგომში ნაზარ ალიხანის. ეს არის თეიმურას პირველი შვილიშვილი და რუსულ წყაროებში მას უფრო ხშირად ირაკლიზე ხშირად უწოდებენ ნიკოლაი დავიდოვიჩს. აი ამ სახელით იცნობენ. სხვა შორის ცნობილი ფაქტია, რომ აი ეს ცნობა ეხლა რასაც მე ვამბობ, რამდენჯერმე წამოწიეს სხვადასხვა მკვლევარებმა. ერთ-ერთი იყო მწერალი ალექსეი ტოლსტოი, როდესაც ის პეტრე პირველის რომანს ამთავრებდა სტალინთან და ეხლა დღეს აღმოჩნდა ჩანაწერი ალექსეი ტოლსტოის, რომ იხსენებს, რომ სტალინმა კატეგორიულად აუკრძალა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთი ჭკვიანი მეფე ყავთ რუსებს და თავი დაანებეთო. მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო, დაიბადა პეტრე პირველი. და ეს პეტრე პირველი მართლა განსხვავდებოდა ანთროპოლოგიურად თავისი დაძმებისაგან.
იყო მაღალი, შავგვრემანი. არის მონაცემები, რომ ესე იგი, როდესაც ის პირველად ევროპაში ჩავიდა, ეს ხდება 1697-98 წლებში. მისი სიმაღლის ევროპელი უბრალოდ არ არსებობდა. მისი სიმაღლე იყო 2 მეტრი და 3 სანტიმეტრი. დიდი ცხვირი, დიდი ნიკაპით, საკმაოდ ჩავგვრემანი. მოკლედ, ამის შემდეგ ნატალია ნარიშკინას კიდევ შეეძინა ქალიშვილი და აი ამის შემდეგ ხდება გამოძევება ერეკლე პირველის, უფლისწული ერეკლე პირველის მოსკოვიდან, სამუდამოდ გამოძევება. მიზეზი არ არის, რა თქმა უნდა, ახსნილი. უბრალოდ ეს არის ის, რაც ჭორებს და ეჭვებს აჭერს. შეიძლება ეს სისულელეა ყველაფერი. ეხლა ჩვენ რაც მოყვებით, ერთადერთი, რაც დადასტურებულია, უდიდესი რუსი ისტორიკოსი სალავიოვი წერდა, რომ პეტრე პირველი რომ უკანონო ჩობილია, ეს ფაქტია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ვისგან. მას უკანონო ჩობილს ეძახის მისი და სოფიაც. ფაქტობრივად ეს ფაქტია, ამიტომ ეხა ჩვენ აქ შევჩერდეთ პეტრეს დაბადების წამიდან არსებობდა ეჭვი, რომ ის არ იყო მამამისის შვილი. მაგრამ ვისი შვილი იყო, რა თქმა უნდა, ეს დღემდე დადგენილი არ არის და გარკვეული ანალიზების გარეშე ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. აქ დავაანონსებ და ვიტყვი, პეტრე პირველს თუ ვინმესთვის, რომელიმე ერის და ქვეყნისთვის აქვს ჩადენილი მავნებლობა, ეს ქართველი ერია. თუ ვინმე რომელიმე ერი ყავს დაზარალებული, ეს ქართველი ერია და საქართველოს ასე რომ აი ეს ცნობილი მითები აბსოლუტურად არ საინტერესო. მაგრამ საინტერესოა სხვა რამ. საინტერესოა ის, რომ პეტრეს ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ბავშვობიდან ეს არტამონ მატოევი, რომელიც 76 წლიდან პეტრეს მამის გარდაცვალებიდან 91 წლამდე პრაქტიკულად პირველი ფიგურა იყო. 91-ში ჩამოაშორეს ბოლო პერიოდში, როდესაც აი უკვე პეტრეს უფროსი ძმა, ვინც მეფობდა, ის ავად იყო და 92 წელს, როდესაც პეტრე, მცირეწლოვანი პეტრე და მისი ნახევარ-ძმა ივანე მეხუთე ერთობლივად მეფეებად გამოაცხადეს, მაგრამ აქ ძალიან დიდ როლს სამეფო კარზე თამაშობდნენ ნარიშკინები, მაშინ დააბრუნეს პირველ კაცად ისევ ეს არტამონ მატოევი, მაგრამ ძალიან მალე იყო ეგრეთ წოდებული სტრელცების ბუნტი, რომლის უკანაც იდგა, რა თქმა უნდა, პრინცესა სოფია, ანუ ალექსი მიხელიძის უფროსი ქალიშვილი და მისი საყვარელი გოლიცინი. მატოევიც მოკლეს, ამოწყვიტეს ნარიშკინები, მათი მომხრეები. მართალია პეტრე დატოვეს თანამეფედ, ოღონდ გააძევეს მოსკოვიდან და წლების მანძილზე ის პრეობრაჟენსკში ცხოვრობდა და სოფია მართავდა რუსეთს. აი სწორედ ამ 10 წელს განმავლობაში ხდება კიდევ უფრო მეტად დაახლოვება პეტრესი ევროპელებთან, იმიტომ რომ მოსკოვის სიახლოვეს იყო ეგეთი უცხოელთა დასახლება ნიმეცკა, სლობოდაზე გასაგებია, რაც არის დაბა, მაგრამ ნიმეცკა, რუსები მაშინ ვისაც მათი ენა არ ესმოდა და ვისი ენაც არ ესმოდათ, ყველას ნემცებს ეძახდნენ. იქ გერმანელი უმცირესობა იყო უამრავი, ფრანგიც, ბრიტანელიც, სხვა ევროპელი ერის წარმომადგენელიც, უბრალოდ ყველას რუსები ეძახდნენ უცხოელებს და ყველას განცალკევებით ამყოფებდნენ და საერთოდაც მაშინდელი რუსული ეკლესიური სწავლებით შეიძლება წარწმენილიყო კაცი უცხოელთან, განსაკუთრებით ევროპელთან კონტაქტით. და ამიტომ ცოტათი ერიდებოდნენ ამ დასახლებას, მაგრამ პეტრესთვის ეს დასახლება ძალიან საინტერესო გახდა. იქ გაიცნობს ვინმე მონს, იქ გაიცნობს სწორედ ლეფორტს, გორდონს და ერთ-ერთ მათგანთან სეირნობისას სოფელ იზმაილოვოში, ეხლა დღეს მოსკოვის ერთ-ერთი უბანია ეს, ის ერთ-ერთ ფარდულში გადააწყდება, კაცმა არის შეიძლება ივანე მრისხანეს დროს, როდესაც აი პირველად ასე ვთქვათ გაჩაღდა ურთიერთობა ინგლისელებთან, მაშინდელ პატარა ბოც, ანუ გარკვეულ პატარა ზომის ნავს, იახტას, აფრიან ნავს, რომელიც რა თქმა უნდა დაზიანებულია. და ის თხოვს ნიდერლანდელებს, რომლებიც წარმოშობით ნიდერლანდელებს ამ გერმანულ სლობოდაში ცხოვრობენ, რომ აღადგენინოს ეს ნავი. და მართლაც აი ეს ნავი იქცევა შემდგომში რუსული ფლოტის დღემდე შემონახულია მამამთავრად. იქ დაიწყებს პეტრე თქვათ თავის სამხედრო ვარჯიშობებს და ასე შემდეგ.
ეხლა რა არის რომ უბრალოდ დეტალურად არ გავყვეთ თქვა ესეთი რამ პეტრე პირველში რა იყო საინტერესო პეტრე პირველმა ამ ევროპელებთან მოსკოვში მცხოვრებ ევროპელებთან გააკეთა შემდეგი დასკვნა თორემ პეტრე არ იყო დიდი განათლების ადამიანი მაგრამ როგორც ეთყობა აქვს ცხოველური ინტუიცია რომ აშკარად ერთი ნაბიჯი წინ არის იმდროინდელ რუსულ საზოგადოებასთან ტექნოლოგიური თვალსაზრისით ევროპა და ეს ეთყობა ევროპულ დასახლებასაც ნებისმიერი ხელობა თქვა უკეთი ძიან თქვა ამზადებენ ან ასე თქვა შეკეთება შეუძლიათ საათების უკეთ ბეჭდავენ უკეთესი დურგლები არიან მედიცინა აქვს განვითარებული ელემენტარულად მორჩა უკვე პეტრე ხვდება რომ ეს საზოგადოება წინ არის